გამარჯობათ ბავშვებო, მე დაჩი მასწავლებელი ვარ. ჩვენ მეოთხე კლასში უკვე მერვე გაკვეთილი გვაქვს. წინა გაკვეთილზე ჩვენ გამრავლების თვისებებზე ვისაუბრეთ და გაკვეთილის ბოლოს ერთი საინტერესო ამოცანა გავაკეთეთ ქუდის შესახებ. გახსოვთ ხო, რომ ვიყიდე ქუდი, გავყიდე, მერე კიდე ვიყიდე. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ამოცანას. ამიტომ დღეს მე მინდა გაკვეთილის ბოლოს კიდე ერთი ძალიან საინტერესო ამოცანა გითხრათ ქუდის შესახებ. ახლა კი დღევანდელ გაკვეთილს მივხედოთ, დღეს ჩვენ უნდა გავარკვიოთ როგორ ვიპოვოთ უცნობი თანამამრავლი, გასაყოფი უცნობი რიცხვი ან გამყოფი. ერთი რაღაც მინდა წაგიკითხოთ. აბა მოусმინეთ. უცნობი თანამამრავლი რომ ვიპოვოთ, საჭიროა ნამრავლი გავყოთ ცნობილ თანამამრავლზე. უცნობი გამყოფი რომ ვიპოვოთ, საჭიროა გასაყოფი გავყოთ განაყოფზე. უცნობი გასაყოფი რომ ვიპოვოთ, საჭიროა განაყოფი გავამრავლოთ გამყოფზე. გაიგეთ რამე? ხო, ტყუილი არაფერი წერია აქ, მაგრამ ასე დაზეპირება ამ წესების თვალთ კარგი არ უნდა იყოს, ასე მგონია. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ჯობს ლოგიკურად ვიფიქროთ და გვესმოდეს რას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს დაზეპირებული დაგვავიწყდება. აუცილებლად დაგვავიწყდება. ასეთ დავალებებს თქვენ იმდენს გააკეთებთ, ბოლოს მაინც დაგამახსოვრდებათ, მაგრამ თავიდან ასე საზეპიროთ არ ივარგებს. მოდი მივხედოთ ამ საქმეს ახლა ჩვენ და ლოგიკურად ვიაზროვნოთ, მანამდე 0-ზე და 1-ზე მინდა გესაუბროთ. და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვაქვს აი ასეთი სიტუაცია, აქ მე მგონი ძალიან ადვილად გამოვალთ ყოველგვარი წესების გარეშე, ცოტათი დავფიქრდებით, გავიხსენებთ 0-ზე და 1-ზე გამრავლების წესებს. ვიტყვით რომ 0-ის ნებისმიერ რიცხვზე გამრავლების დროს ჩვენ ისევ 0-ს ვიღებთ, ხომ? გვახსოვს ერთნაირი რიცხვების ერთმანეთზე გაყოფის დროს 1-ს ვიღებთ და ასე შემდეგ და ძალიან ადვილად გამოვალთ ამ სიტუაციიდან. მოდი, მაინც გავიაროთ თითოეული მათგანი. ამ შემთხვევაში, პირველ შემთხვევაში 125 რაზე უნდა გავამრავლო, რომ 0 მივიღო? რამდენჯერ უნდა ავიღო 125 რომ 0 მივიღო? არც ერთხელ, ხომ? ეს მარტივია, 0. აქ რა უნდა ავიღო 38 ჯერ, რომ 0 მივიღო? 0 უნდა ავიღო 38 ჯერ. ესეც მარტივია. 18 რამდენჯერ უნდა ავიღო, რომ ისევ 18 მქონდეს? რა თქმა უნდა, ერთხელ უნდა ავიღო. რა უნდა ავიღო 24 ჯერ, რომ 24 მქონდეს? 1 უნდა ავიღო, მართალია, 24 ჯერ. გადავიდეთ გაყოფაზე. 123 კანფეტი რამდენ ბავშვს უნდა გაუნაწილო, რომ თითო შეხვდეს? რა თქმა უნდა, 123-ს. რამდენი კანფეტი უნდა გაუნაწილო 99 ბავშვს, რომ თითოეულს თითო შეხვდეს? 99 კანფეტი უნდა გავანაწილოთ. და ბოლოს რა რიცხვი უნდა გავანაწილო? 111 გინდა 1011 ნაწილად, რომ 0 იყოს? 0 ხომ არაფერი. ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მარტივად გამოვდივართ სიტუაციიდან, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როცა გვაქვს აი ასეთი სიტუაცია. უცნობი თანამამრავლები გვაქვს, უცნობი მამრავლი, უცნობი სამრავლი. ახლა ის წესების გახსენება დავიწყოთ, როდის უნდა გავამრავლო, როდის უნდა გავყო. მე მგონი არ იქნება ეს კარგი ამბავი. მე ვფიქრობ, რომ ჩავთოთ ლოგიკური აზროვნება და ვიფიქროთ შედეგზე. შედეგზე ვიფიქროთ და ეს ძალიან მოგვეხმარება. მოდი დავიწყოთ. პირველი შემთხვევა განვიხილოთ. 23. ხო ვფიქრობ 184 უნდა გავყო თუ გავამრავლო, ხო 23-ზე. მოდი დავფიქრდეთ უბრალოდ, ჩვენ რო 23 184-ზე გავამრავლოთ, რამხელა რიცხვს მივიღებთ. ახლა ის რო აქ ჩავსვათ და 23 გავამრავლოთ, 184-ს როგორ მივიღებთ? ვერ მივიღებთ ნამდვილად. ესე იგი უნდა გავყოთ. კარგით. აბა ქვემოთ ნახოთ, იგივე. 47-ზე რომ გავამრავლოთ 282, უშველებელ რიცხვს მივიღებთ. იმის აქ ჩასმა ნამდვილად ჭეშმარიტ ტოლობას არ მოგცემს. ესე იგი აქაც უნდა გავყოთ. გადავინაცვლოთ ქვემოთ. 144 16-ზე რომ გავამრავლოთ. რამხელა რიცხვს მივიღებთ? 144-ზე 16 ჯერ დიდ რიცხვს. და შემდეგ ის უნდა ჩავსვათ აქ და 144 გავყოთ 144-ზე 16 ჯერ დიდ რიცხვზე. 16-ს ნამდვილად ვერ მივიღებთ. ესე იგი უნდა გავყოთ. გავაგრძელეთ. 24 ჩვენ რომ გავყოთ 6-ზე, მივიღებთ 4-ს. ხომ? ახლა 4 რო აქ ჩავწერო, 4 24-ზე რო გავყო, 6 ნამდვილად ვერ მივიღებ. აი ნახეთ, სულ პატარა, სულ მცირე ლოგიკის დახმარებით ჩვენ გავარკვიეთ რა უნდა გვექნა.
დაუშვათ აქაც ცოტა ავიბენით და არ გამოგვდის. მაშინ მე თქვენ კიდევ ერთ ძალიან მარტივ ხერხს გასწავლით. ნახეთ რას გავაკეთებ. მოვიშველიებ მარტივ მაგალითებს. თითოეულ მათგანს დავაწერ თავზე მარტივ მაგალითს და იქიდან დავიწყებ ფიქრს რა უნდა ვქნა. ესეც ძალიან კარგი მეთოდია. ნახეთ, მაგალითად, მაქვს გამრავლება, ხომ? დავაწერ მარტივ მაგალითს. 2 გავამრავლოთ 3-ზე, უდრის 6. აქ უცნობი მაქვს 3. როგორ ვიპოვო 3 თუ ვიცი 6 და 2. 6-ის და 2-ის დახმარებით როგორ მივიღო 3? უნდა გავყო 6 2-ზე, ესე იგი 184 უნდა გავყო 23-ზე. იგივე დავაწეროთ მარტივი მაგალითი, აქ 2 გამრავლებული 3-ზე უდრის 6. ამ შემთხვევაში უცნობი გვაქვს 2. როგორ მივიღო 2 6-ის და 3-ის დახმარებით? 6 უნდა გავყო 3-ზე, ესე იგი 282 უნდა გავყოთ 47-ზე. ანალოგიურად მოვიქცევი გაყოფის შემთხვევაშიც. დავაწეროთ მარტივი მაგალითი. 6 გავყოთ 2-ზე უდრის 3-ს. უცნობი არის 2. როგორ ვიპოვოთ 6-ის და 3-ის დახმარებით, როგორ ვიპოვოთ აი ეს რიცხვი? 6 უნდა გავყოთ 3-ზე. ესე იგი 154 უნდა გავყოთ 16-ზე. ნახეთ როგორ მეხმარება მარტივი მაგალითი, რომ მივხვდე რა უნდა გავაკეთო ქვემოთ. ისევ არ დაგვეზაროს 1-იც 6 გავყოთ 2-ზე უდრის 3-ს. უცნობი გვაქვს აი აქ 6. როგორ მივიღო 2-ის და 3-ის დახმარებით 6? 2 უნდა გავამრავლო 3-ზე. ესე იგი 24 უნდა გავამრავლოთ 6-ზე. აი ესეც კიდევ ერთი ხერხი თუ დაგვავიწყდა რა უნდა ვქნათ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წესის გახსენებას ახლა იმ წესში რა ეწერა, ამას ბევრად ჯობს ლოგიკურად ვიფიქროთ. ახლა სანამ შემდეგ სლაიდზე გადავიდოდე, მინდა აქ რაღაცაზე გესაუბროთ. აი მაგალითად მე ვახსენე 184 უნდა გავყოთ 23-ზე მეთქი, ხომ? 284 გავყოთ 47-ზე. ჩვენ ჯერ არ გაგვივლია ტელესკოლაში 2 ნიშნებზე და 3 ნიშნებზე გაყოფა. ამაზე მალე გადავალთ. მაგრამ მე დღეს მინდა გესაუბროთ რაღაც სხვა ტიპის გაყოფებზე, სადაც ვერ გამოვიყენებ გაყოფას. აი ნახეთ რას გულისხმობ. ამ შემთხვევაში მე სტანდარტულად როგორც წინა გაკვეთილებზე ვაკეთებდით, აი მაგალითად მქონდა ასეთი გაყოფა, რა დავწეროთ, მაგალითად იყოს 642 გავყოთ თქვათ 3-ზე. და ვიწყებდით ასე, გახსოვთ თქვენ, ხომ? ვიწყებდით ასე 6-ში 3 მოთავსდება 2-ჯერ, ვაკლებდით აქ 6, ჩამოქონდა 4 და ასე შემდეგ. აქ ამ გაყოფებში ვერ გამოვიყენებ. აი ამ წესს, აი ამ ქვეშ მიწერით გაყოფას. რატო ვერ გამოვიყენებ? აბა დააკვირდით. 18-ში 23 არ თავსდება და 184-ში უნდა მოვათავსო 23. აქ ისევ გამრავლება უნდა დაგვეხმაროს. ნახეთ, მე უნდა ვიპოვო ისეთი რიცხვი, უნდა შევარჩიო ისეთი რიცხვი, რომელსაც 23-ზე გავამრავლებ და მივიღებ 184-ს. გაიხსენეთ კიდევ ერთი ჩვენი გაკვეთილი, ნაშთიანი გაყოფის. გახსოვთ რას ვამბობდით? 184 ფანქარია ყუთში, იქიდან ვიღებ 23-ს, თითო ხელის ჩაყოფაზე. და საბოლოო ჯამში ვიღებდით რამდენჯერ ჩავყავი ხელი და რამდენი დამჩა ყუთში. ესე იგი ზუსტად ეგ მაინტერესებს აქაც. რამდენი 23 ეტევა 184-ში. ამისათვის ისევ ლოგიკურად ვფიქრობ და ვუყურებ. 10ჯერ ნამდვილად არ ჩაეტევა, იმიტომ რომ უკვე 230-ია. ესე იგი 10-ზე ნაკლებჯერ, ხო? ახლა ვაკვირდები 3-ს და 4-ს. 23. აქ რა რიცხვზე გავამრავლო, რომ მე 4-იანი მომცეს, საბოლოო ჯამში 184 უნდა მივიღო, მაგრამ ერთეულებში რო 4 მომცეს. რაზე უნდა გავამრავლო 3? ერთადერთი რიცხვი ასეთი არის 8. ჩვენ თუ 8-ზე გავამრავლებთ, აქ ნამდვილად 4 დაგვიჯდება. 3-ჯერ 8 24, 4-ს წერთ. 2-ს ვინახავთ. 2-ჯერ 8 16, იქაც 2 18. ესე იგი პასუხი ვიპოვეთ, აქ ყოფილა 8. მაგრამ ყოველთვის ასე ადვილად ვერ გამოვძვრებით. აი მაგალითად.
აქაც გასაგებია ხვდებით რომ 10-ზე ნაკლები რიცხვი უნდა იყოს განაყოფი, იმიტომ რომ 10 ჯერ 35 350-ია. მაგრამ ნახეთ, დავაკვირდეთ 5-იანს და 0-ს, 5-ს გავამრავლებთ 2-ზე, გავამრავლებთ 4-ზე, გავამრავლებთ 6-ზე თუ 8-ზე, ყველა შემთხვევაში 0 გვაქვს ბოლოში. აქ უკვე ვიწყებთ შერჩევას. შერჩევითი მეთოდი ქვია ამ ამბავს, ეხლა რასაც გავაკეთებთ. უნდა ავიღოთ მაგალითად ვცადოთ 4. აბა ვნახოთ 4-ზე რო გავამრავლოთ რა გამოვა. 5 ჯერ 4 20, 0-ს წერთ 2-ს ვინახავთ, 4 ჯერ 3 12, იქაც 2 14. ცოტა გამოვიდა. უნდა მოუმატოთ. ვცადოთ 6, 5-ის ცდას აზრი არა აქვს, ხომ? უკაცრავად აქ გვინდა 35 და უნდა ვცადოთ 6. მოვსინჯოთ. 5 ჯერ 6 30, 0-ს წერთ 3-ს ვინახავთ, 6 ჯერ 3 18, იქაც 3 21. ისევ ცოტა გამოვიდა. ვერ მივიღეთ 280. კიდე მოუმატოთ. და გავამრავლოთ უკვე 35 გავამრავლოთ 8-ზე. 8 ჯერ 5 40, 0-ს წერთ 4-ს ვინახავთ. 8 ჯერ 3 24, იქაც 4 28. აქაც 8 მივიღეთ. ესე იგი იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ ვიყენებთ გაყოფას, ისევ უნდა მივაკითხოთ გამრავლებას. და ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან მარტივად გამოვძვრეთ, იმიტომ რომ აი ეს ლოგიკური ფიქრით დაგვეხმაროს და პირდაპირ პასუხს მივადგეთ, შეიძლება მთლად ასე არ გაგვიმართლოს და ცოტა წვალება მოგვიწიოს. მოკლედ ესეც რაც მინდოდა მეთქვა გაყოფის შესახებ. ახლა კი მინდა რომ ჩვენ ერთი ამოცანა როგორც დაგპირდით, ერთი ამოცანა გავაკეთოთ ქუდზე. მოკლედ რა ხდება? ყავს გამყიდველი, რომელიც ამბობს, რომ მისი ქუდი ღირს 8 ლარი. მივიდა აი ეს ვაჟბატონი და უნდა რომ ქუდი იყიდოს. აწვდის გამყიდველს 20 ლარიანს. და სთხოვს, რომ ერთი ქუდი იყიდოს. მაგრამ გამყიდველს როგორც ხედავთ, სალაროში მხოლოდ 20 ლარიანები აქვს. და ხურდას ვერ უბრუნებს. ეს კაცი ეუბნება, რომ კარგიო, დამელოდე, ეხლავე მე გავალ გვერდზე, ხორცს ყიდის იქ ერთი კაციო, ყასაბი და იმასთან დავახურდავებ. მოვიდა ეს ჩვენი ბიჭი აი აქ ყასაბთან და ეუბნება, რომ დამიხურდავე 20 ლარიანი. ყასაბმა უთხრა, კი ბატონო, ახლავე დაგიხურდავებ. დაუხურდავამ 20 ლარიანი მისცა ამ ბიჭმა და აქ უკვე გვაქვს 10 ლარიანი, 5 ლარიანი, 2 ლარიანი და 1 ლარიანი. აიღო ეს ხურდა ამ ბიჭმა და წავიდა ქუდის საყიდლად. შეიძინა ქუდი, გადაიხადა 8 ლარი, ჩაიდო ჯიბეში 12 ლარი და წავიდა. ახლა იწყება რაც იწყება. შემოვიდა ეს ყასაბი ამ მაღაზიაში და ეუბნება, რომ ის შენი კლიენტი რო იყო წეგან ჩემთან მოსულიო, ყალბი 20 ლარიანი მომცავ. გამიცვალე ახლა ეგ ნამდვილში. რა უნდა ეკნა? თან ამხელა ცული უჭირავს თუ ნაჯახი. ადგა და გაუცვალა. მისცა ეს ნამდვილი 20 ლარი და თავის ეს ყალბი 20 ლარი აიღო თვითონ რა უნდა ეკნა. კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ქუდი ხო იზარალა გამყიდველმა, წაიღო იმ კაცმა ქუდი. ქუდის გარდა კიდევ რამდენი ლარი იზარალა მან? როგორც წეგან თქვი, ქუდი დაკარგა და კიდე ფულის დაკარგა. ახლა თქვენ იფიქრეთ, რამდენი ლარი დაკარგა მან? თავში მოგივათ ბევრი აზრი. მე უფრო ფიქრობ, რომ ზოგიერთი თქვენგან იფიქრებს, რომ 8 ლარი დაიკარგა, ზოგი იფიქრებს, რომ 12 დაიკარგა, ზოგი 20 ფიქრებს, ზოგი 32-ს, ზოგი 40-ს, უფრო ხშირად ეს პასუხები მხვდება ხოლმე. მოკლედ, მე დღეს ამ ამოცანის პასუხს არ გეტყვით. და მინდა რომ სახლში იფიქროთ ამ ამოცანაზე და შემდეგ გაკვეთილზე ვნახოთ, რამდენი იზარალა ჩვენმა გამყიდველმა, ქუდის გამყიდველმა.
კარგით, ახლა ჩვენი გაკვეთილი დასასრულს მიუახლოვდა, მე მგონი რომ კარგი გაკვეთილი გამოგვივიდა. ვნახეთ როგორ შეიძლება ლოგიკურად რაღაცეების მათემატიკაში გაკეთება, რაღაც პრობლემების გადაჭრა. ასევე გაკვეთილის ბოლოს ერთი ამოცანაც კუდზე მივიღეთ და ვფიქრობ რომ 1-2 დღე გაგაწვალებთ ეს ამოცანა, მაგრამ მე ალბათ გამოიცნობთ კიდევაც რაშია საქმე. მოკლედ გემშვიდობებით. შემდეგ შეხვედრამდე.